დაარქვი პუტინს იშმაელი და გაუშვი ზღვაში. უკრაინას მისთვის და მისი ჯარისკაცებისთვის მშვენიერი საჩუქარი აქვს მომზადებული, რომელიც შთაგონებულია დიდი თეთრი ვეშაპით, რომელმაც კაპიტანი ახაბი დაღუპამდე მიიყვანა. ხოლო ამჯერად პუტინი იქნება ის, ვინც უყურებს, როგორ ნადგურდებიან მეზღვაურები მის გემებზე. ის მეზღვაურები მზად არ არიან იმისთვის, რასაც უკრაინა აპირებს გამოუშვას. მობი დიკი აქ არის. და უკრაინის თეთრი ვეშაპი იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ნებისმიერი რუსული გემი წყალქვეშა ნავად აქციოს. უკრაინის ინოვაციური თავდაცვის სექტორიდან კიდევ ერთი შთამბეჭდავი ნიმუში პირველად ვიხილეთ უკრაინულ ნორდიკულ DIH Naval Forge 2026 კონფერენციაზე, რომელიც კიევში 8-9 ივნისს გაიმართა. ეს კონფერენცია უკრაინისა და მისი ნორდიკული პარტნიორების მიერ შექმნილი საზღვაო იარაღის ჩვენებაა და სწორედ მობი დიკმა მიიპყრო მთელი ყურადღება. კომპანია ავარიდის მიერ შექმნილი ეს ახალი იარაღი საინტერესოა იმით, რომ ის აერთიანებს შესაძლებლობებს, რომლებიც ადრე სხვა უკრაინულ საზღვაო იარაღებში იყო ნაჩვენები. ერთ კომერციულ პლატფორმაში, რომელსაც უკრაინის სამხედრო ძალების სხვადასხვა შტო მარტივად გამოიყენებს. და შესაძლოა არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს იარაღი მოკავშირეებზე გაიყიდოს, რათა უკრაინამ კიდევ უფრო განიმტკიცოს თავისი პოზიცია, როგორც ევროპის ერთ-ერთმა მთავარმა თავდაცვითმა ძალამ. და რაც მთავარია, მობი დიკი მხოლოდ კონცეფცია არ არის, ის უკვე მზადაა გამოსაყენებლად. მილიტანემ განაცხადა, რომ მობი დიკის ყველა ვერსია უკვე შექმნილია და ამჟამად ყველა მათგანი ოპერაციულად გამოიყენება. ასე რომ ეს არ არის უბრალოდ საინტერესო იდეა, რომელიც უკრაინულ კომპანიას მოვიდა თავში. უკრაინის თეთრი ვეშაპი უკვე ცურავს და ძალიანაც შესაძლებელია, რომ ამჟამად რუსეთის საზღვაო საშუალებებს დიდ ზიანს აპირებს. ჩვენ ვიცით, რომ მობი დიკი აქ არის, მაგრამ რას ვიცით თავად ამ იარაღის სისტემაზე? მისი ძირითადი მახასიათებლებიც კი საკმაოდ შთამბეჭდავია. მობი დიკი საზღვაო დრონია, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით დაახლოებით 1400 კილომეტრის მოქმედების რადიუსი აქვს. ეს საკმარისზე მეტია შავი ზღვის დასაფარად და ასევე აზოვის ზღვასაც მოქმედების რადიუსში აქცევს. პლატფორმას შეუძლია შეიარარდეს იარაღით და ის ავტონომიურად მუშაობს. ევრომაიდან პრესი ამბობს, რომ მობი დიკს შეუძლია 120 საათის განმავლობაში ადამიანური ჩარევის გარეშე იცუროს. ეს უბრალოდ თეთრი ვეშაპი არ არის. ეს არის მხეცი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად ნადირობა და ის ემზადება შავი ზღვა თავის სანადირო ტერიტორიად აქციოს. გარდა ამისა, ახალი საზღვაო დრონი შეუძლია იმოძრაოს საათში 65 კილომეტრამდე სიჩქარით, რაც საკმარისზე მეტია, რომ დაეწიოს უმეტეს რუსულ სამხედრო გემს და ასევე ბევრ უფრო სწრაფ ნავს, რომელსაც რუსეთი შეიძლება გამოიყენოს. ის ასევე გამძლეა ზღვის ტალღებზე, რომელთა სიმაღლე 1.2 მეტრს აღწევს. ეს კიდევ ერთხელ იდეალურია შავი ზღვისთვის. 2014 წლის კვლევა მაჩვენა, რომ ამ ზღვის საშუალო ტალღის სიმაღლე 0.7 მეტრს არ აღემატება და მობი დიკი ამაზე ბევრად მეც უმკლავდება. ყველაფერი ეს თავისთავად შთამბეჭდავია. უკრაინას აქ აშკარად ძალიან ეფექტური საზღვაო დრონი აქვს, რომელიც სწრაფია, დიდი მანძილის დაფარო შეუძლია და როგორც ჩანს, სპეციალურად აშენდა იმ წყლის მონაკვეთში ოპერირებისთვის, რომელიც უკრაინის ომისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ კიდევ ბევრია ისეთი, რაც მობი დიკს განსაკუთრებულს ხდის. ჩვენ ვახსენეთ დრონში რაკეტის ჩატვირთვა. ეს აღნიშნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რაც მობი დიკს უფრო განსაკუთრებულს ხდის, ვიდრე მანამდე არსებული საზღვაო დრონების ნებისმიერი სხვა სისტემა, არის ის, რომ თეთრი ვეშაპის 6 ვერსია არსებობს, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული დანიშნულება აქვს. ეს 6 ვერსია 3 კატეგორიად იყოფა, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს მოიცვას დათქმების, შეტევებისა და საჰაერო თავდაცვის მიმართულებები. დავიწყებთ უკანასკნელით. მობი დიკის საჰაერო თავდაცვის კონფიგურაციებს ეწოდება MD, MD1 და MD2. ორივე შემთხვევაში მობი დიკი ატარებს ჩამჭერ დრონებს, თუმცა დრონის ტიპი განსხვავებულია. MD1-ის შეუძლია გადაიტანოს 5-მდე ფიქსირებული ფრთის ჩამჭერი, რომლებიც პლატფორმიდან შეიძლება გაუშვან, რათა გაანადგურონ რუსული შაჰიდის ტიპის და მსგავსი დარტყმის დრონები, როცა ისინი შავი ზღვის გავლით უკრაინისკენ მიემართებიან. რუსეთი დიდი ხანია იყენებს ყირიმს როგორც დარტყმის დრონების გაშვების წერტილს, რომლებსაც ადრე შიდა ტერიტორიებიდან უშვებდნენ, მაგრამ 2025 წლის სექტემბრიდან მათ უკვე ყირიმის დასავლეთ სანაპიროდან უშვებენ. MD1 ჩამჭერი დრონებით შეუძლია რუსული შაჰიდის ტიპის დრონების შეჩერება ბევრად ადრე, ვიდრე ისინი უკრაინის მატერიკზე მიაღწევენ. რაც შეეხება MD2-ის, ისიც ატარებს ჩამჭერებს. უბრალოდ ისინი კვადროკოპტერის ვარიანტებია და ამ მობი დიკის ვერსიას 8 ასეთი შეუძლია წაიღოს. კიდევ ერთხელ, რუსულ შაჰიდებს ჯობს ფრთხილად იყვნენ, რადგან მათ ბევრი არაფერი შეუძლიათ გააკეთონ საზღვაო დრონის წინააღმდეგ, რომელიც ქვემოდან იმალება და მზადაა ჩამჭერები ესროლოს მათ გზაზე. ასე რომ ხედავთ, რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს მობი დიკი თავდაცვითი თვალსაზრისით. ასევე გითხარით, რომ უკრაინას შეუძლია თავისი ახალი დრონი გამოიყენოს რუსული სამხედრო გემების წყალქვეშა ნავებად გადასაქცევად. სწორედ აქ შემოდის საქმეში MD3 და MD4 ვერსიები. ორივე შექმნილია ასაფეთქებელი ტვირთის გადასატანად, რომელიც საშუალო და სტრატეგიულ მანძილზე მიზნებს აზიანებს. იუწყება ევრომაიდანი პრესი. და ამის შორის MD3 ყველაზე საინტერესოა. როგორც იუწყებიან, მას შეუძლია ატაროს ავროს საკუთარი მორიგანის დრონები, რომლებიც უმაღლომაღლესი საიდუმლო დრონებია და უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ უკრაინის კამპანიაში ტირიმის იზოლაციისთვის. 30 მაისს United24 მედია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მორიგანზე ინფორმაცია გაავრცელა.
მათ განაცხადეს, რომ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების 412 NMS-ის ბრიგადა მას იყენებდა რუსული სამხედრო ლოგისტიკის, მათ შორის მომარაგებისა და საწვავის სატვირთო მანქანების დასათქმელად. მარიუპოლიდან ყირიმამდე გადაჭიმულ მომარაგების მარშრუტებზე. ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით ამ დრონის შესახებ. გარდა იმისა, რომ ეს არის ფიქსირებული ფრთის მქონე დათქმითი დრონი, რომელიც აშკარად რამდენიმე ასეული კილომეტრის დაფარვას შეუძლია. მით უმეტეს, რომ ამ დრონმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა R280, თავარი გზის რუსული სატვირთოებისთვის სასიკვდილო მახით გადაქცევაში, რომლებიც ცდილობენ საწვავისა და მომარაგების ყირიმში შეტანას ან იქიდან გატანას. Business Insider ამათებს, რომ დრონს აქვს გადახრილი ფრთები და როგორც ჩანს, ის ეშვება რელსის ან კატაპულტის პლატფორმიდან, რაც გამორიცხავს ასაფრენი ბილიკის საჭიროებას. ეს გვაძლევს მინიშნებას თუ რატომ გამოიყენება მორიგანი MD-3-ისთვის. საზღვაო დრონს არ აქვს ასაფრენი ბილიკი, ამიტომ იდეალური იარაღი, რომელიც მასში უნდა ჩატვირთოს, არის საშუალო მანძილის დარტყმის დრონი, რომელსაც შეუძლია მიზნიდან ათეულობით კილომეტრის მოშორებით გაეშვას და არ ჭირდება გზის მონაკვეთი აფრენისთვის. ეხლა დრონი, რომელმაც თავისი ეფექტურობა დაამტკიცა რუსული ტექნიკის წინააღმდეგ, გამოყენებული იქნება ყირიმის სანაპირო დაცვის, შავ ზღვაში მცურავი რუსული გემებისა და სადაზვერვო საშუალებების, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთმა შავი ზღვის რეგიონში განათავსა. შემდეგ არის MD-4. ამ მობიდიკის ვარიანტის შესახებ იმდენი ინფორმაცია არ გვაქვს, რამდენიც MD-3-ის შესახებ. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მილიტანიმ განაცხადა MD-4 გადაიტანს რეაქტიულ უპილოტო საფრენ აპარატს, რომელიც გამოყენებული იქნება სტრატეგიულ მანძილზე მაღალი პრიორიტეტის სამიზნეების გასანადგურებლად. არანაირი მითითება არ არსებობს თუ რა ტიპის დრონი იქნება ეს. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას ჰყავდა ტურბოჯეტიანი დრონები, მათ შორის UAV-290, რომელიც მან წარადგინა ევროევროსატორი 2026-ის ღონისძიებაზე პარიზში. სულ რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე მობიდიკი გახდებოდა ცნობილი. ასევე ვიცით, რომ ამ დრონს, რომელსაც 650 კილომეტრის სიშორე აქვს და შეუძლია 100 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინი ატაროს, გაშვება შეუძლია მყარი საწვავის ბუსტერით, რაც ნიშნავს, რომ ასაფრენი ბილიკი საჭირო არ არის. ასე რომ შესაძლებელია UAV-280 მალე გამოჩნდეს შავ ზღვაში, რუსეთის სიახლოვეს. თუ ასეა, მაშინ რუსეთის გემებს მოუწევთ გამკლავება დარტყმით დრონთან, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო ძლიერი იყოს ვიდრე მორიგანი და შეუძლია მაქსიმალური სიჩქარე 800 კმ/სთ. თუმცა მოგვიწევს დაველოდოთ სანამ წყალში ვიხილავთ MD-4-ის, რათა ზუსტად დავადასტუროთ რა ტიპის დრონის გამოყენებას აპირებს უკრაინა მობიდიკის ამ ვერსიისთვის. და ამით მივედით ბოლო კატეგორიამდე და მობიდიკის ბოლო ორ ვარიანტამდე. MD-5 და MD-6 არის შეტევითი ვერსიები და სწორედ ისინი არის აღჭურვილი უფრო ტრადიციული იარაღით, რომელიც დამანგრეველი იქნება რუსეთის სამხედრო გემებისა და საჰაერო საშუალებებისთვის. MD-5 არის ნამდვილი მძიმე ძალა. მას შეუძლია ატაროს Browning M2 მძიმე ტყვიამფქვევის მოდული, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც საჰაერო, ასევე ზედაპირული სამიზნეების წინააღმდეგ. ის ასევე აღჭურვილია რაკეტებით, ან RR-73-ებით, ან AIM-9 რაკეტებით. ორივე მათგანი ანტისაჰაერო რაკეტებია. AIR-73 არის საბჭოთა ეპოქის იარაღი, რომელსაც შეუძლია გადაიჭიროს სამიზნეები, რომლებიც დაფრინავენ საათში 2500 კმ-მდე სიჩქარით და 20 კმ-მდე სიმაღლეზე. რაც შეეხება AIM-9-ს, ის უკრაინაში მოხდა ASHS-სა და უკრაინის დასავლელი პარტნიორების წყალობით, რომლებიც ამ რაკეტას იყენებენ. ზებგერითი, სითბოს მაძიებელი და ძლიერი მაღალი აფეთქების საბრძოლო თავით აღჭურვილი AIM-9, ერთ-ერთი საუკეთესო ანტისაჰაერო რაკეტაა, რომელიც უკრაინას თავის არსენალში აქვს. ამ რაკეტასთან თავსებადობა უკრაინას ასევე ადლევს შესაძლებლობას, რომ MD-5 თავის პარტნიორებს მიყიდოს. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. MD-5-ით ჩვენ ხედავთ მობიდიკის ვერსიას, რომელიც როგორც ჩანს, სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ნებისმიერ გამანადგურებელს ან ბომბ დამშენს, რომელსაც რუსეთი შავ ზღვაზე ან ყირიმის ცაზე გაგზავნის. უკანასკნელი განსაკუთრებით პრობლემურია უკრაინისთვის. რუსეთის მიდგომა თავისი უფრო ღირებული საჰაერო რესურსების მიმართ არის ის, რომ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ შეიყვანოს და ამის ნაცვლად რაკეტები და პლანირებადი ბომბები მტრის ხაზების მიღმა გაუშვას. ეს მიდგომა კარგად მუშაობს. რუსეთმა ივნისში უკრაინის მიმართულებით გაუშვა 59 ფრთოსანი რაკეტა, 6 ანტიგემის რაკეტა და 39 ბალისტიკური რაკეტა, იუწყება United-24 მედია. ყოველ შემთხვევაში ფრთოსანი რაკეტები გამანადგურებლებიდან ან ბომბდამშენებიდან იქნებოდა გაშვებული, რომელთაგან ზოგიერთი ყირიმშია განთავსებული. რუსეთი ასევე უკრაინის მიმართულებით დღეში 250-მდე მართვად ბომბს უშვებს, იუწყება Euromaidan Press, ხოლო მისი თვითმფრინავები ყოველდღიურად 200-მდე საბრძოლო გაფრენას ასრულებენ, რათა გაანადგურონ სამიზნეები. MD-5-ის წყალობით უკრაინას ახლა აქვს საზღვაო დრონი, რომელსაც შეუძლია ჩამოაგდოს ის თვითმფრინავები, რომლებიც ამ იარაღებს უშვებენ. აქ მიზანი არ არის გადაჭერა. უკრაინა ცდილობს პირდაპირ წყაროზე მიიტანოს დარტყმა და MD-5 ამას შესაძლებელს ხდის. საზღვაო პლატფორმიდან ყირიმის სანაპიროსთან გაშვებული საჰაერო თავდაცვის რაკეტები შეიძლება ყირიმის ნახევარკუნძულის სრულიად უსარგებლოდ აქციოს რუსეთისთვის, თორსა საქმე უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტებისა და პლანირებადი ბომბების გაშვებას ეხება. და ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის MD-6. ეს არის პლატფორმა, რომელიც ყველაზე საშიში იქნება რუსეთის სამხედრო გემებისთვის.
ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პლატფორმა დარტმითი FPV დრონებისთვის, რომლებიც შეიძლება გამოუშვან სხვადასხვა მიზნის წინააღმდეგ, საჰაერო თავდაცვიდან დაწყებული მცირე ხომალდებით დამთავრებული. მაგრამ ამ ვერსიისთვის Moby Dick-ის მთავარი კოზირი არის დრონში ჩატვირთული 300 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინი. ეს საბრძოლო ქობინი MD-MD6-ის უკრაინის კამიკაძე ვეშაპად აქცევს და ის იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ომის გემებში ხვრელების გაკეთება და პორტის ინფრასტრუქტურის სრულად განადგურება. ეს არის Moby Dick-ის ის ვერსია, რომელიც ყველაზე მეტად გავს უკრაინის უკვე არსებულ საზღვაო დრონებს, რომლებმაც უკვე დიდი ზიანი მიაყენეს რუსეთის საშუალებებს შავ ზღვაში. ეს ყველაფერი რუსეთს ელის. Moby Dick-ის 6-ვე ვერსია მოქმედია და მწარმოებლის თქმით პროგრამა გადადის კოდიფიკაციის ფაზაში, რაც სერიული წარმოებისთვის საფუძველს ქმნის. როგორც კი ეს მოხდება, რუსეთი პრობლემაში აღმოჩნდება. მაგრამ ამაზე მეტად, უკრაინა კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს იმისკენ, რომ გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპულ თავდაცვაში, ოპულ თავდაცვაში. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ეს არის ის ტიპის ანალიზი, რომის ნახვაც გსურთ, მაშინ დარწმუნდით, რომ არხზე გამოწერილი ხართ და შეტყობინებები ჩართული გაქვთ. იმ ყველაფრიდან, რაც ახლა გითხარით, Moby Dick-ი უკვე გადამტეხ ფაქტორად გამოიყურება და აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი გახდება შავ ზღვაზე მიმდინარე ბრძოლაში. ადვილი იქნებოდა გვეგონა, რომ უკრაინამ ეს ბრძოლა უკვე მოიგო. როცა ომი დაიწყო, შავი ზღვა უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, რაც რუსეთს თავის არსენალში აქვს. უკრაინას საზღვაო ფლოტი ფაქტობრივად არ ჰქონდა, ხოლო რუსეთს შავი ზღვის ფლოტი ჰყავდა. 70-ზე მეტი სამხედრო გემი და წყალქვეშა ნავი, რომელიც რუსეთს უნდა დახმარებოდა უკრაინის სავაჭრო გემების ბლოკადაში, ასევე როგორც შეტევებში უკრაინის ტერიტორიაზე, ისე ჯარებისა და აღჭურვილობის მუდმივ გადაყვანაში უკრაინაში. პოლენები პუტინის გეგმების მიხედვით არ წარიმართა. უკრაინამ რაკეტებისა და საზღვაო დრონების კომბინაციით შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილი გაანადგურა. 2024 წლის დასაწყისისთვის უკრაინამ ფლოტის საბრძოლო ხომალდების დაახლოებით მესამედი ჩაძირა, ანუ წობრიდან გამოიყვანა. რამაც რუსეთი აიძულა, დარჩენილი გემები ბაზებიდან გაეყვანა და ეცადა ისინი უკრაინის რაკეტებისა და საზღვაო დრონების მოქმედების არიდან დაემალა. მეცმა 26 ივნისის ანგარიში აღნიშნა, რომ უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის შიშის გამო, რომ უკრაინის იარაღი მათ გაანადგურებს, აღარ აგზავნის ზედაპირულ ხომალდებს შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში. როგორც უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერი, დმიტრო პლეტნიუკი ირონიულად აღნიშნავს, ოკუპანტს ზღვაში არც ერთი ერთეული აღარ დარჩა, არც აზოვის ზღვაში და არც შავ ზღვაში. სინამდვილეში ბოლო რამდენიმე თვეა ზღვაში გასულ. ამით შეიძლება ჩანდეს, რომ უკრაინა აკონტროლებს შავ ზღვას. ბევრ მხრივ ასეც არის. ეხლა Moby Dick-ი ორი მხრივ შეიძლება თამაშის წესები შეცვალოს. პირველ რიგში ამდენი სხვადასხვა ვარიანტის ქონა ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია შავი ზღვა თავის აქტივად აქციოს. უკვე შევეხეთ რამდენიმე გზას, თუ როგორ შეუძლია ამის გაკეთება, როდესაც ვარიანტებზე ვსაუბრობდით. ეს ავტონომიური დრონები პატრულირებაზე გადიან და აკვირდებიან რუსულ გემებს, რომლებიც მაინც ბედავენ შესვლას იმ აკვატორიაში, რომელიც მათთვის უკვე სასიკვდილო გახდა. ეს გემები წყალქვეშა ნავებად გადაიქცევიან, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს ის უპირატესობა, რომელიც უკვე შექმნა თავისთვის. თუ პუტინს იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი ოდესმე კვლავ გამოიყენებდა შავ ზღვას, Moby Dick-ის მთელი ფლოტი ამ იმედებს წერტილს უსვამს. ეს ვეშაპები ტორპედოებით ადვილად ვერ ჩაიძირება. და როგორც დრონები, მათი წარმოება ბევრად იაფია, ვიდრე ის სამხედრო გემები, რომლებიც რუსეთს მათი წინააღმდეგ საბრძოლოდ უნდა შესწიროს. მეორეც, Moby Dick-ი შეიძლება დიდი წვლილი შეიტანოს უკრაინის კამპანიაში ყირიმის იზოლაციისთვის. რუსეთი იფიქრებდა, კიდევ რას გამოიყენებდა უკრაინა ამ კამპანიაში. ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამამ უკვე მისცა უკრაინას საშუალება ისე ორგანიზებულიყო თავისი საშუალო მანძილის დარტყმის დრონები, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის არატრადიციული ბლოკადა შექმნა. გზები, ხიდები და სათვირთო მანქანებიც მიზანში ამოღებული, რაც ხელს უშლის მარაგებისა და საწვავის ყირიმში მიწოდებას. ოკუპანტები ნახევარკუნძულზე ახლა მასიური საწვავის დეფიციტის წინაშე დგანან, მუდმივი უკრაინული დარტყმების ფონზე. და ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ყირიმში ცხოვრება შეუძლებელი გახდეს. და ახლა Moby Dick-ი მოქმედებაშია. იზოლაციის კამპანია აქედან მხოლოდ უფრო გაძლიერდება. Moby Dick-ის ის ვერსიები, რომლებიც ხომალდებზე შეტევას შეძლებენ, თითქმის გარდაულად მიიმართებიან იმ ბორანებზე, რომლებსაც რუსეთი ამჟამად იყენებს მარაგების ყირიმში გადასატანად, რადგან გზები იკეტება. ეს ხომალდები სამიზნეები გახდებიან, ისევე როგორც ქერჩის ხიდი. უკრაინას არც კი სჭირდება კამიკაძე MD-MD6-ის გაგზავნა ამ საქმის გასაკეთებლად. ახალი საზღვაო დრონის ვერსიები, რომლებიც ჰაერის დრონებს ან რაკეტებს უშვებენ, შესაძლოა საკმარისი იყოს ქერჩის ხიდის დისტანციიდან დასარტყმელად, რაც რუსი ოკუპანტებისთვის ნებისმიერ სახმელეთო მარშრუტს გადაჭრის, რომლითაც ისინი მატერიკზე მოხვდებიან. აქ უკრაინას ხელში აქვს იარაღი, რომელიც არატრადიციულ ბლოკადას ცოტა უფრო ტრადიციულს გახდის. წარმოიდგინეთ Moby Dick-ის ფლოტი, რომელიც ყირიმს შემოედგა და მიხვდებით რაზეა საუბარი. არც ერთი გემი ვერ შევიდოდა და ვერ გამოვიდოდა. სამხედრო ობიექტებს ყოველდღე დაარტყამდნენ. და თუ რუსეთი შეეცდებათ ყირიმის გამოყენებას უკრაინის მატერიკზე თავდასხმისთვის, იქვე იქნება გადამჭერი დრონები და საჰაერო თავდაცვის რაკეტები, რომლებიც ამ დარტყმებს ადგილზე შეაჩერებენ.
ყირიმზე არსებული ყველა პრობლემა კიდევ უფრო გაუარესდება, როცა Moby Dick-ი მასობრივ წარმოებაში შევა. და როგორც ჩანს, დიდი ალბათობით უკრაინა შეძლებს საკმარისზე მეტის წარმოებას იმისთვის, რომ თავისი სტრატეგია ბოლომდე განახორციელოს და ყირიმი იზოლირებულ კუნძულად აქციოს. ჩვენ არ ვიცით, რამდენი ღირს Moby Dick-ი. ეს ინფორმაცია არ გამჟღავნებულა. თუმცა ვიცით, რომ Sea Baby, რომელიც ბევრ მსგავსებას ავლენს ახალ დრონთან, თუმცა ნაკლებად მრავალფუნქციურია. თითოეული ერთეული დაახლოებით $200,000 რივს, როგორც Defense Express-ი უძღვებს. თუ Moby Dick-ი ამავე ფასის დიაპაზონშია, უკრაინა შეძლებს ათეულობით ააშენოს. რუსეთი ვერაფერს გააკეთებს ამის წინააღმდეგ. სტრატეგია ყირიმის იზოლაციისთვის კიდევ უფრო გაძლიერდებოდა. დაფიქრდით, სადაც Moby Dick-ი წარადგინეს, Ukrainian Nordic DIH Naval Forge 2026 კონფერენციაზე. ეს გვიჩვენებს, რომ უკრაინა მომავალზეა ორიენტირებული. მისი ახალი დრონი შეასრულებს ინთავ ონებლივ მიზნებს, რაზეც შავი ზღვისა და ყირიმის კონტექსტში ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, მაგრამ უკრაინას სურდა, რომ პარტნიორების ყურადღება Moby Dick-ზე ყოფილიყო. აი ატომად წარადგინეს ის კონფერენციაზე, რომელშიც ქვეყნის სკანდინავიური მოკავშირეები მონაწილეობდნენ. Moby Dick-ით უკრაინას კიდევ ერთი იარაღი აქვს, რომლის გამოყენებითაც შეუძლია თავი დაამკვიდროს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვის პარტნიორი, რომელიც მის ევროპელ მოკავშირეებს გალთ. ეს ნიშნავს, რომ ეს დრონი დიდ როლს ასრულებს უკრაინისთვის, რათა მან დაასრულოს ტრანსფორმაცია დახმარების მიმღრებიდან სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე თავდაცვის ტექნოლოგიების მიმწოდებლად. უკვე ვხედავთ, როგორ ძლიერდება უკრაინა ამ მიმართულებით. გაზაფხულზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა დრონების შეთანხმების დაწყება, რომელიც წარმოადგენს გლობალურ პარტნიორობას უკრაინასა და სხვადასხვა ქვეყანას შორის ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში და კავკასიის რეგიონშიც კი. ეს შეთანხმება მიზნად ისახავს ყველა მონაწილეს დაეხმაროს მრავალფენოვანი საჰაერო თავდაცვის შექმნაში უკრაინის გამოცდილების საფუძველზე. Moby Dick-ი შეიძლება უკრაინას მისცეს შესაძლებლობა ანალოგიური რამ გააკეთოს საზღვაო თავდაცვის სექტორში. ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყანა, რომლებიც 2026 წლის დასაწყისში ჰორმუზის სრუტეში ბლოკადის შედეგად დაზარალდნენ, სიამოვნებით ისურვებდნენ, რომ Moby Dick-ები ეცურათ იქ, რათა გამკლავებოდნენ ირანულ სწრაფნავებსა და შაჰიდის დრონებს, რომლებიც მათ ტერიტორიაზე იყო გაშვებული. ევროპის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს, ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში უპირისპირდებიან, სიამოვნებით ელიან შესაძლებლობას შეიძინონ ხარჯთეფექტური დრონული გადაწყვეტა-კვეტა სერიოზული საზღვაო პრობლემებისთვის. უკრაინა მეს ძალიან კარგად იცის. Moby Dick-ით უკრაინას არამხოლოდ იდეალური დამატება აქვს უკვე ეფექტურ შავი ზღვისა და ყირიმის სტრატეგიებში. უკრაინას აქვს იარაღის პაკეტი, რომელიც იდეალურია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ინტეგრირდეს იმ პარტნიორების თავდაცვით სტრუქტურებში, რომლებიც საკუთარი ბრძოლისათვის ემზადებიან პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინა ახლა როცა Moby Dick-ი აქვს, ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით რაღაც მასიურს გზავნის. მაგრამ ახალი საზღვაო დრონი ერთადერთი არ არის, რაც ნახევარკუნძულს ემუქრება. რუსეთი შეშფოთებულია, რომ უკრაინის საკუთარი D-Day-ის ვერსია უკვე კართან არის და ამაზე მეტი შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენ ვიდეოს ყურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინების ზარის ჩართვა, რათა ყოველდღიურად მიიღოთ ვიდეოები The Military Show-დან. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.